თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად კვლავ საქართველოს მოქალაქეები ქმნიან. თუმცა ბოლო პერიოდში მზარდია უცხოელების მიერ საქართველოს უძრავი ქონების მიმართ ინტერესი. გალთენ ტაგარტის კვლევის თანახმად მიმდინარე წლის 7 თვეში დედაქალაქში სულ 22,778 ბინე გაიყიდა, რომლის 25% უცხოელებმა იყიდეს. 2024 წლის ჯამურ გაყიდვებში კი არარეზიდენტების წილი 21% იყო. წელს 7 თვის მონაცემებით არარეზიდენტებიდან ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი 12% ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა, 2% რუსეთის მოქალაქეებზე. ბინების 11% კი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს. ბოლო 2 წელში გაყიდვებში რუსეთის მოქალაქეების წილი შემცირებულია, ხოლო ისრაელის წილი პირიქით 4-დან 12%-მდეა გაზრდილი. გალტენ ტაგარტში აღნიშნავენ, რომ უცხოელების მხრიდან ბინების შესყიდვაზე ინტერესი კიდევ უფრო მაღალია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმართ, სადაც ტრანზაქციების 60-70% სწორედ არარეზიდენტებზე მოდის. თბილისში რომ ვისაუბროთ, ძირითადად ყველაზე დიდი წილი არის ისრაელის მოქალაქეები, რუსების წილი 2025 წლის სტატისტიკით მიზერული არის და სხვა დანარჩენ ქვეყნებზე ნაწილდება უკვე დანარჩენი წილი, რაც მოიცავს როგორც გალფის ქვეყნებს, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. და ხედავთ მოთხოვნას ასევე მცირეს, მაგრამ მაინც მოთხოვნა არსებობს ევროპული ქვეყნებიდანაც. რაც შეეხება ბათუმის ბაზარს, აქ სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს, აქ ჯამური ტრანზაქციების დაახლოებით 60-70% სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის, საიდანაც ასევე ძალიან დიდი წილი უჭირავს ისრაელს, პოსტსაბჭოთა სივრცეებს, სადაც რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი შედის. გააქტიურებული არის მოთხოვნა ყაზახეთიდან და узбекეთიდან და ძირითადად რატომაც ეს მყიდველები ინტერესდებიან ბათუმის უძრავი ქონებით, ეს არის ბუნებრივია საინვესტიციო მიმზიდველობა. თავად დეველოპერულ კომპანიებში კი აღნიშნავენ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა განსაკუთრებით ისრაელის მოქალაქეების მხრიდანაა გაზრდილი. კომპანიებში აცხადებენ, რომ შედეგად სწორედ ამ ქვეყანამ ჩაანაცვლა რუსეთიდან და ბელარუსიდან შედარებით შემცირებული მიგრაციული ნაკადები. დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი არარეზიდენტებისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი რამდენიმე მიზეზის გამორჩება. მათ შორისაა სხვა ქვეყნებთან შედარებით ქირის მაღალი ამონაკები. საკმაოდ გაიზარდა ბაზარზე, როგორც ლოკალური ქართველი საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისგან, ასევე არარეზიდენტი უცხო ქვეყნის მაცხოვრებლებიდან. განსაკუთრებით მოთხოვნა გაზრდილი არის ისრაელის ბაზრიდან. ისრაელის, პოლონეთის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაახლოებით 20-დან 23%-მდე არის რიცხვი მოთხოვნის. აქედან დიდი წილი არის ისრაელს. უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონება საქართველოში სტაბილურად იზრდება ფასის ჭრილში და ასევე სტაბილური შემოსავალია. ბევრად მაღალი შემოსავალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, იქნება ეს ქირის მხრივ, თუ იქნება ეს ყიდვის და მომავალში გაყიდვის პერსპექტივით. ჩვენ შემთხვევაშიც გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად. და დაახლოებით იგივე პროცენტულობით, სადღაც დაახლოებით 10%-მდე არის ზოგადად, ვთქვათ, არარეზიდენტების წილი გაყიდვებში 10-15% და ამ არარეზიდენტებს შორის ისრაელი დაწინაურდა უკვე ტრადიციულად რამოდენიმე თვეა, თითქმის 1 წელია უკვე მას შემდეგ, რაც ვთქვათ, ეს მიგრაციული ნაკადები შემცირდა უკრაინიდან და რუსეთიდან. ისინი, პრინციპში თითქმის სრულად ჩაანაცვლა ისრაელის მოქალაქეები. იმაზე, რომ გაყიდვებში დსთ-ს ქვეყნების წილი შემცირებულია, ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლებით საუბრობენ. ბოლო პერიოდში აჭარის შემთხვევაში ისრაელთან ერთად მოთხოვნა მზარდია არაბული ქვეყნებიდან და ევროპიდანაც. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის შემთხვევაში კი რეალიზებული ბინების 80%-ზე მეტი საინვესტიციო მიზნებზე მოდის. 85% ადამიანების, რომლებიც იძენენ უძრავ ქონებას, ყიდულობენ ინვესტიციისთვის და მხოლოდ 15% მოდის საცხოვრებლად, ასე ვთქვათ, ინტერესზე, ამ ინტერესზე და ამ ჯამურად შემეძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 70% მოდის უცხოელებზე. აქედან სადღაც 25% მოიცავს ქართველებს და 5% მოიცავს ემიგრანტებს. რაც შეეხება უშუალოდ უცხოელების ინტერესს და მათ წარმომავლობას, თუ ადრე მაგალითად
მაგალითად DST-ს ქვეყნებიდან იყო ძირითადი წილი, ინტერესი, ახლა უკვე უფრო მეტად მოხდა ამისი, ასე ვთქვათ, დაყოფა და შემცირდა DST-ს ქვეყნების წილი ინტერესში. და წამოიწია უფრო გალფის ქვეყნებმა, ეს თავისთავად გამოიწვია იმან, რომ მაგალითად გონიოში ძალიან დიდი MRS ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, შესაბამისად იყო ეს ინტერესი გალფის ქვეყნებიდან, მაგრამ გაცილებით უფრო მეტად გაიზარდა. გაიზარდა ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელი ძალიან აქტიურია, ისრაელის წილი, ეს ვთქვათ, ინტერესი არის ცოტა მაღლა, დაბლა, თვეების მიხედვით საკმაოდ არასტაბილურია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ქვეყანაში როგორი, ეს ვთქვათ, საომარი სიტუაციები იქნება. როგორც თბილისში, ასევე ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები მზარდია. კოლიერ ჯორჯიეს მონაცემებით აგვისტოში დედაქალაქში ახლად აშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი ქალაქის ფართო ცენტრში წლიურად თითქმის 20%-ით გაიზარდა. ბათუმის შემთხვევაში კი ახლად აშენებული ბინების საშუალო ფასი წლიურად 24%-ით იყო გაზრდილი.